მოგესალმებით, ეთერშია BMG Auto Show ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი გულის მძიმე ოპერაციის შემდეგ აგრესიულ სიმსივნეს ებრძვის. I've got cancer. პოლიციამ შტატებში ფოტოსურათის გადაღების გამო ავტომოყვარულებს 72 ავტომობილი ჩამოართვა. $20 ჰობოკენმა 60,000 მაცხოვრებლიან ქალაქში ფატალური ავარიები ნულამდე შეამცირა. რა მოხდა EV Expo 2026-ზე? კადილაკში ჩადებული BYD ზრავა, მანქანა რომელიც 112-ში თვითონ რეკავს და ახალი როსტერი MG-სგან, სრულად BMG Auto Show-ში. სტუმრად გვეყოლება შეფი, რომლის ცხოვრებაც სამზარეულოსა და მანქანების სამყაროს შორის გადის. ლუკა ნაჭყებიას ავტოფარეხი BMG Auto Show-ში. რაღაცების გამართლება. ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს ავტომოყვარულებისთვის, Toyota MR2-ზე მუშაობას იწყებს. ცოტა საიდუმლოდ. ძალიან მიყვარს. ძალიან მაგარი ავტომობილია, თვითონ რაც არის არსებული, ეხლა. აი ეს ბოლოთაობის MR2 დიდად არა, აი სადაც ძველი როკ კლავს აი როკ კლავს ეგ მიყვარს რა, აი ტურბინიანი რო არის და ის ახალი თაობის რავი არ მომწონს. ძალიან მაგარი სამართავი არის, ძალიან მაგარი ავტომობილი არის, მაგრამ მაგისტრალს ვერ ვიტან. რომ საკამაოდ პრობლემურიც არა, ნელიც არის. ეგ ერთი ზეზე არის თუ ორი ზეზე? თუ არ ვწდები, ერთი ზეზე არის, ორი ზეზეს სვაპს აკეთებენ ხოლმე, ანუ ამ ქართულ დრავს იღებენ და ორ ზეზესდებენ და ყველაზე მაგარი სვაპი და ჩემი საოცნებო სვაპი არის. Honda-ის კაცერია მაგაში. რა თქმა უნდა. კი ბატონო. კიდე უფრო საოცნებო სვაპი არის Lotus Exige-ში ან Elise-ში. Honda-ის ზრავა. რა თქმა უნდა. Honda-ს ვერ ეშვები. ატმოსფერული ძრავი Honda-ს ერთ-ერთ საუკეთესო აქვს რა ვქნათ. ასევე Genesis-ზე უნდა ვთქვათ, რომ GT3-ში მოდის. ძალიან ეს brand-ი საქართველოში რაღაც პოპულარობით ვერასდროს ვერ სარგებლობს. ამერიკაში არის ძალიან პოპულარული. ამერიკაში ძალიან პოპულარული არის. არა, ვიზუალურად ლამაზი მანქანა. კი, ძალიან ლამაზი ავტომობილია და ეს რაღაცა კომფორტულიც არის. კომფორტულიც არის და ძალიან მაგარი 8 ცილინდრიანი ძრავი აქვს, რომელსაც ტიუნინგს უკეთებენ და საკმაოდ ესეთი როგორ თქვა რა, ხშირი არის ამერიკაში ამ ავტომობილების მეპატრონეების მხრიდან ტიუნინგის და რაღაცა მსგავსი რაღაცების გაკეთება. აქ რატო ვერ განვითარდა მაგას? აქ რატო ვერ განვითარდა? არ ვიცი. ალბათ ძალიან გვიან შემოვიდა, მე ავტო მოყვარულებში ვერ მოასწრო ეთყობა გულის მოგება. ხო, და ეგ საიდან ვიცი მაგასაც გეტყვი, გიორგი გელაშვილი ალბათ იცი, გიორგი ამერიკაში ცხოვრობს და იქ ძალიან ბევრი არის, მეც გამიგია. იქ ძალიან ბევრი არის ეს ავტომობილი და ნუ ამ ავტომობილებზე აკეთებს ხოლმე სხვადასხვა რაღაცეებს და ნუ გიოს რო უყურებ ხოლმე, მაგიდან ვიცი რომ ძალიან პოპულარულია ამერიკაში. ასევე მოდი შევეხოთ მსოფლიო ჩემპიონატს, ძალიან ცხელი სეზონია. ოღონდ აი ამერიკაში რო ტარდება მაგის გამო, აი არ ძალიან არეული არის გრაფიკი დილის 5 საათზე, ღამის 4 საათზე, დილის 7 საათზე, ცხოვრებაში ფეხბურთს არ ვუყურები არასდროს მაგ დროს. ამასთან დაკავშირებით მე არ უყურებ ხოლმე. მარტო ჩვენი ნაკრები როცა თამაშობს, მაშინ უყურებ. მაგას არ უყურებ ხოლმე შე. მაგას უყურებ. მოკლედ ჯიპმა გააკეთა განცხადება, რომ თუ შეერთებული შტატების ნაკრები მოიგებსო მსოფლიო ჩემპიონატზე, ისი ალბათობაც მე თუ მკითხავთ ძალიან მცირეა, მაგრამ პირველი თამაში ძალიან მაგრა ითამაშეს. 100 წალ ჯიპ ვრანგლერს გავათამაშებთო ამერიკის მოქალაქეებზე, ვისი სახელი და გვარიც იქნება ჯორჯ ვაშინგტონი. ცოტა უცნაურია, თუ რაღაცა იყო, მასიურად მაინც გაიკეთებინათ, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც შეძლოდათ მოგება, მაგრამ შეიძლება ეხა უცებ გაიქცეს უყველა და ჯორჯ ვაშინგტონი გახდეს ვიღაცა იაპონელი, ჩინელი, ან ესპანელი. ამერიკელებს არ უჭირთ ავტომობილები, ამიტომ აქეთ გამოუშვან ეგ ვრანგლერები. კი, ჯობია. ესე იქნება. ჯობია, ნიკა შელიას და გიორგი დანელიას. უარს არ ვიტყვი. მოკლედ, მოდი ახლა ნახოთ ავტოსიახლეები თუ რა ხდება ავტოსამყაროში და მე ძალიან საინტერესო სიუჟეტით დაგიბრუნდებით. საავტომობილო სამყაროსა და ტელეეკრანების ცოცხალმა ლეგენდამ ჯერემი კლარკსონმა ახლახანს აღმოაჩინა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი და სახიფათო რბოლა არა ტრეკზე, არამედ მისივე სხეულში მიმდინარეობს. 66 წლის წამყვანმა საზოგადოებას გაუმჟღავნა, რომ გასულ ზაფხულს პროსტატის აგრესიული ფორმის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ეს ამბავი მის გულშემატკივრებს მას შემდეგ დაატყდა თავს, რაც მან გულის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა. ეს ინფორმაცია ჯერემიმ Prime Video-ს დოკუმენტური სერიალის კლარკსონ ფერმის მეხუთე სეზონის ფინალურ ეპიზოდში გააჟღერა. რომელიც გასულ წელსაა გადაღებული, Top Gear-ის ვარსკვლავი თავის ფერმის მენეჯერს და მიწის აგენტს სრულიად პირდაპირ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ეუბნება. I've got cancer. სიმსივნე მაქვს.
სერიალის ფინალში კლარკსონი კვლავ საავადმყოფო საწოლშია გადაღებული. მაყურებლისადმი მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვები კი ნამდვილ დრამატულ ნოტაზე სრულდება. რისი თქმაც მინდოდა არის შემდეგი: თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, მე-6 სეზონში შევხვდებით. ხოლო თუ არა, მაშინ ვეღარ. თავს გაუფრთხილდით მეგობრებო. ფერარიში გატარებული სადებიუტო წარუმატებელი სეზონის შემდეგ ლუის ჰამილტონმა საბოლოოდ დაიბრუნა თავისი ძველი კლასიკური ფორმა და სკუდერიას რიგებში კატალონიის გრან-პრიზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. შესაბამისად, გამარჯვებების რაოდენობით ბრიტანელმა პილოტმა პირველობა გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ მიხაელ შუმახერს 14 გამარჯვებით გაექცა. რეკორდულია მისი პოდიუმების რაოდენობაც, რომელიც 206-ში ადგენს. პრინციპში ეს რეკორდი ლუისის ფორმულაში გამოჩენისთანავე გამწირული იყო. 2007 წელს მაკლარენში თავის სადებიუტო სეზონშივე ახალბედა პილოტმა ზედიზე 9 პოდიუმი მოიპოვა. 19 წლის შემდეგ კი მასზე მეტირებულა მხოლოდ ფერნანდო ალონსოსა და კიმი რაიკონენს აქვს ჩატარებული. მოდიფიცირებულ და გადაკეთებულ პორშეებზე მოთხოვნა არასდროს იკლებს. ავტომობილების ტუნინგ ატელიეები კი სიამოვნებით აგრძელებენ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ბოლო სიახლე კი პოლონური კომპანია ინდეცენტისგან მოდის. მათ ჩათვალეს, რომ 911-ს უფრო გრძელი სახურავი მოუხდებოდა და კუპეს შუთინგ ბრეიქად გადაკეთებას შეუდგნენ. ყველაფერი რენდერით დაიწყო, რომელიც კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სურათზე ნაჩვენები იყო 991.2 თაობის მოდელი. შეცვლილი სახურავის ხაზითა და უკანა ნაწილით, რომლის სილუეტიც ძალიან ჰგავს დაპატარავებულ პანამერა სპორტ ტურიზმოს. იერსახეს აგრესიული გაფართოებული უკანა ფრთები და არაქარხმული დისკები, ნარინჯისფერი სპეცსაღებავი და ორმაგი უკანა სპოილერი ასრულებს. ინტერნეტში გამოხმაურება იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ პროექტი მალე რეალობად გადაიქცა. პროტოტიპზე მწვანე შუქიც ანთებულია და მუშაობას დაწყებულია. მალე კი სერიულ წარმოებასაც ვიხილავთ. საინტერესო ისაა, რომ ეს უბრალო საჩვენებელი მოდელი არ არის. ის კონკრეტულმა კლიენტმა უკვე შეუკვეთა. აუმჯობესებს თუ არა შუთინგ ბრეიქ ვერსია ორიგინალ 911-ის დიზაინს, ეს გემოვნების საკითხია, თუმცა ვიღაცამ ამის გასაგებად სოლიდური თანხა უკვე გადაიხადა. კადრები, სადაც LAPD-ის მიერ ბლოკირებულ მდინარის კალაპოტში მანქანების მწკრივებია გაჩერებული, ისე გამოიყურება თითქოს რომელიმე ჰოლივუდური ფილმის გადაღებების მოედანი იყოს. თუმცა რეალობა ამჯერად უფრო მწარედ და ძვირადღირებული აღმოჩნდა. ამ მასშტაბურ საპოლიციო რეიდს საავტომობილო კულტურის ჭრილში რამდენიმე ძალიან საინტერესო და დრამატული ასპექტი აქვს. როგორც ადგილობრივი მედიიდან და მონაწილეებისგან ირკვევა, შეკრება ინტერნეტში ანონსდებოდა როგორც უწყინარი მასშტაბური შეხვედრა ფოტოსესიისთვის, სადაც მთავარი მიზანი ლოს-ანჯელესის ფონზე ამ საკულტო ნაცრისფერ ბეტონზე ლამაზი კადრების დაჭერა იყო. მონაწილეები ამბობენ, რომ არანაირი ატაკქვეშა რბოლებს ან ქუჩის ბლოკირებებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე რამდენიმე მძღოლმა თავი ვერ შეიკავა და ეგრეთ წოდებული ბარნაუთებისა და დონატების კეთება დაიწყო. რითაც ყურადღება მიიქციეს, თუმცა ყველაზე ირონიული ისაა, რომ სანამ პოლიცია რეალურად შემოარტყამდა ალყას ტერიტორიას, ეს კონკრეტული ხულიგნები უკვე გაქცეულები იყვნენ. ჯოხი კი მათზე გადატყდა, ვინც უბრალოდ სურათების გადასაღებად დარჩა. პოლიციამ დაახლოებით 90-მდე ადამიანი დააკავა და 72 ავტომობილი და მოტოციკლი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა. მფლობელებს მათი გამოყვანა 30 დღეში შეეძლებათ, ხოლო ჯარიმა და ყოველდღიური სადგომის გადასახადი $3000-მდე ჯდება. როდესაც საუბარი მაქსიმალურად ეკონომიურ, ხელმისაწვდომ და საიმედო კომპაქტურ სედანებს ეხება, ბაზარზე პირველობისთვის ბრძოლა ტრადიციულად გიგანტებს, Toyota Corolla-სა და Hyundai Elantra შორის მიმდინარეობს. თუმცა 2026 წლის ოფიციალური მონაცემებით არსებობს ერთი ავტომობილი, რომლის სტანდარტული 4-ცილინდრიანი ძრავით ორივე მათგანს ამარცხებს. ეს Honda Civic-ია, თავისი საბაზისო 2 ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატით. ეს ლეგენდარული ძრავი სათავეს ჯერ კიდევ 2001 წლიდან Honda-ს საიმედოობის სიმბოლოდ ქცეული K-სერიიდან იღებს. ყოველგვარი ტურბინებისა თუ ეგზოტიკური ტექნოლოგიების გარეშე, Civic-ი ახერხებს საწვავის ეკონომიაში საუკეთესო შედეგების დაფიქსირებას, რაშიც მას ერთი საინჟინრო ხრიკი და სწორედ დაკალიბრებული ვარიატორი CVT ეხმარება. შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს 2026 წლის მონაცემებით, Honda Toyota Corolla-ს მცირედით უსწრებს. Civic-ი აბსოლუტური ლიდერია ტრასაზე, დაახლოებით 5.6 ლიტრი 100 კილომეტრზე და ეს ყველაფერი მას კომბინირებულ მაჩვენებელში პირველ ადგილზე აყენებს. ნიუ-ჯერსში არსებობს პატარა ქალაქი, დაახლოებით 60,000-იანი მოსახლეობით, სადაც 2017 წლის იანვრის შემდეგ საგზაო ინციდენტის შედეგად არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. უკვე 9 წელზე მეტია ამ ქალაქის ქუჩებში ავარია სიცოცხლე არავისთვის წაურთმევია. ყველაზე პარადოქსული და სხვა ქალაქებისთვის უხერხული კი ისაა, რომ ეს ყველაფერი $20-იანმა ჰობოკენმა მოახერხა. ამ ქალაქს არ აუგზავნავს ავტომობილები, არ დაუხარჯავს მილიარდები ინფრასტრუქტურის ნულიდან ასაშენებლად და არც
რაიმე საიდუმლო ფორმულა აღმოუჩენია. ქალაქის ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ ველოსიპედისტებისა და ფეხით მოსიარულეთა ავარიების 88% გზაჯვარედინებზე ხდებოდა. მათი მთავარი გადაწყვეტილება კი კომიკურად იაფი აღმოჩნდა. ყოველი კუთხის დასაწყისში 2 პლასტიკური ბოძის დამონტაჟება, რა ჯამში სულ რაღაც $20 ჯდებოდა. ამ ბოძებმა მძღოლებს გზაჯვარედინებთან ზედმეტად ახლოს პარკირების საშუალება მოუსპო. შედეგად მოსახვევში მყოფ მძღოლებსა და ტროტუარიდან ჩამოსასვლელად გამზადებულ ფეხით მოსიარულეებს შორის ხედვის არეალი სრულიად გაიხსნა. ამ მეთოდს მოგვიანებით Hoboken Daylighting-ი ეწოდა. ის შეერთებული შტატების ფედერალურ დონეზე სამაგალითო შემთხვევად იქცა. ამ მარტივმა ნაბიჯმა მცირე კორექტირებებთან ერთად ფეხით მოსიარულეთა ტრავმები 30%-ით შეამცირა. ქალაქი ამით არ გაჩერებულა. შუქნიშნების ციკლი ისე შეიცვალა, რომ ფეხით მოსიარულეებს მწვანე შუქი რამდენიმე წამით ადრე ენთებათ, სანამ ავტომობილები მოუხვევენ. ასევე სიჩქარის ლიმიტი 32 კმ/სთ-მდე შემცირდა და ტროტუარების კუთხეები წინ გამოიწია, რამაც ფეხით მოსიარულეებისთვის გზის გადაკვეთის მანძილი შეამცირა. ეს იდეები ახალი არ არის, მაგრამ მათი მთავარი პლუსი ისაა, რომ ისინი არ არის დამოკიდებული ადამიანის კეთილნებაზე ან სწორ არჩევანზე. ისინი ქმნიან ფიზიკურ ბარიერს, რომელიც ადამიანურ შეცდომას ტრაგედიამდე ახლოს არ უშვებს. ქალაქების დაგეგმარებასა და ტრაფიკის მენეჯმენტზე მსჯელობისას Hoboken-ის შემთხვევა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ქვეითისა და ავტომობილის სწორი ფიზიკური განცალკევება გზაჯვარედინებზე თუნდაც $20-იანი ბოძებით სასწაულს ახდენს. ძალიან საინტერესო EV Expo გქონდა 2026-ი, სადაც ბევრი ახალი მოდელი ვიხილეთ. მათ შორის მეც და გიოსაც ფავორიტები გვყავდა. ერთ-ერთი რამაც ალბათ ჩვენ შორის გაკვირვება და ცოტა უცნაური ემოციები გამოიწვია, იყო Cadillac Eldorado BYD-ის ელემენტებით და ძრავით. ვიღაცებს რო კითხოთ არის ტრეხელობა, ვიღაცებს იქ ვინც იყვნენ, რავი, შოკი დაემართათ და ჩვენ ჩავოვიყონ ძველ ავტომობილებსო და გავკეთეთო, რავი, სერვისის დამატებაზე ფიქრობენ თვითონ. ყველაზე საინტერესო პროექტი იყო ჩემი აზრით. რაღაცეები. რაც იქ ნახეთ. რეალურად სვაპი გაკეთდა ელექტრო ძრავის ჩვეულებრივ ავტომობილში, რაც ალბათ საქართველოში მე მგონი არ გაკეთებულა მსგავსი რაღაცა. პირველი სვაპი არის. კი, ჩვენ Solar Autos-ა რო გქონდა ურთიერთობა როცა გადავიღეთ სიგალი, ხო ყურვა არის ეს ბიჭი, ვინც ეს ამას მოაბა თავი და გააკეთა ეს ყველაფერი და მაშინ გვეუბნებოდა, რომ აი მოცნებად მაქვს ესეთი რაღაცაო და როგორც ჩანს, თავის ოცნებას ფრთები უკვე შეასხა ამ ყველაფრით. საინტერესო პროექტია ძალიან, ესეთი უცნაური პროექტი არის, რომელიც ჯერ არ გქონია. ბოლომდე დასრულებული არ არის, რაღაც პატარ-პატარა დეტალები არის დარჩენილი და აი რო დასრულდება, მე ერთად ვებხომ გითხრა, რომ თქვენთან ერთადო აუცილებლად ნახოთ და გავტესტო და გადავიდეთ. თან რაღაცებს თან ახლა ტესტავენ, ამატებენ, იქ რაღაცა მართვის გაუნჯობესება, ის და ბოლოსში რო გავლენ, უკვე ძალიან საინტერესო იქნება, როგორი სამართავი იქნება ეს ავტომობილი. ბევრი პრობლემა ჰქონდათ, ბევრი რაღაცა, მაგრამ ეს ყველაფერი მოაგვარეს. ეხლა მითხარი შენი ფავორიტი რომელი იყო ამ გამოფენაზე? ჩემი დამოკიდებულება ელექტროავტომობილებისადმი იცი. დიდად არ მომწონს და არ ვგიჟდები და არ მიყვარს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ბიზნესის კუთხით ელექტროავტომობილი არის ძალიან მომგებიანი. აი, პირადი გამოყენებისთვის ალბათ მე არ ვიყიდიდი და უფრო რაღაც სხვა ხრივ წავიდოდი, სხვა კუთხით შევარჩევდი ავტომობილს, მაგრამ ბიზნესის კუთხით აი ზე იდეალური არის. იმიტომ რომ არც საწვავის ხარჯი არ გაქვს, საწვავნაკლები გაქვს, საწვეთად ნაწილები ეგრეთ წოდებული სამუხრუჭე ხუნდები, სითხეები, ძალიან დიდ ეკონომიას აკეთებ და ნუ აი საბოლოოდ ახლა კომპანიის ავტომობილი, როდესაც იმ თავის რესურსს ამოწურავს, მიდის ხოლმე სად? ჯარში. ანალოგიურად ეს ელექტროავტომობილიც რო ამოწურავს ამ რესურსს, წავა სად? ჯარში, მაგრამ ამ კომპანიას ამ ელექტროავტომობილზე უფრო ნაკლები დანახარჯი ექნება, ვიდრე შიდაწვის რავიან ავტომობილს. ამიტომ კომპანიის კუთხით ელექტროავტომობილებს მივესალმები, მაგრამ ანუ პირადად ჩემთვის ჯერჯერობით ანუ ფავორიტი არ ყოლია ამ გამოფენაზე. ფავორიტი ალბათ რამაც ჩემი ყურადღება ესე ყველაზე მეტად მიიპყრო, იყო Cadillac-ი, რომელშიც ეს BYD-ის რავი, მე უფრო ესე ტექნიკურ რაღაცებს ძალიან შენ ხო, ეხა ეგ კლასიკური კლასიკური მიდგომა არ არის რა. მე რასაც გამოვარჩევდი, იყო MG Cyberster-ი. ეს როდსტერი ძალიან უცნაური მანქანაა. აი, უყურე. სხვა შორის ძალიან კომფორტულია. ინტერიერი ძალიან ლამაზი აქვს, ვიზუალი ძალიან მაგარი აქვს. ეს თუნდაც მაგრატისებრ კარებს, რასაც ეძახიან, ზევით რო ამოდის, აი
უმაგრესი არის. მოდი ახლა ვნახოთ სიუჟეტი თუ რა მოხდა EV Expo-ზე და მე უკვე ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. ელექტრომობილების ყველაზე მასშტაბური გამოფენა საქართველოში EV Expo 26 ფართო აუდიტორიის მხრიდან გაზრდილი ინტერესის ფონზე წელს ახალი, ორდღიანი ფორმატით დაბრუნდა. ღონისძიება გასულ უქმეებზე Expo Georgias მე-11 პავილიონში გაიმართა და ელექტრომობილების ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმის EV News-ის ორგანიზებით ჩატარდა. 2 დღის განმავლობაში გამოფენამ ათასობით ვიზიტორს უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მიზანი ელექტრომობილების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია იყო. გამოფენის სივრცეში წარმოდგენილი იყო ელექტროავტომობილები, მოტო და წყლის ტრანსპორტი, დამტენი ინფრასტრუქტურა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონანტი ქართული პროექტი აღმოჩნდა. კომპანია Solar Autom კლასიკურ Cadillac Eldorado-ში თანამედროვე ელექტროტექნოლოგიები გააერთიანა. ავტომობილში ინტეგრირებულია BYD-ის ელექტროძრავა და ბატარეა, რის შედეგადაც ისტორიული ავტომობილი სრულიად ელექტროფიცირებულ ტრანსპორტად გარდაიქმნა. პროექტმა დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თუ როგორ შეიძლება კლასიკური ავტომობილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებული შერწყმა. პირველ რიგში მიზანი იყო, რომ ძალიან ძველი ავტომობილი 1980 წელს გამოშვებული Cadillac-ი გვექცია თანამედროვე 26 წლის BYD-ის ელექტროსისტემა. ამით გვინდა და გვეთქვა, რომ შეგვიძლია არა მარტო შეკეთება ელექტრომანქანის, არამედ აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ პროექტი, რომელიც რომ ამოვიღოთ 5 და 7 საწვავის ძრავი და ჩავდგით ელექტროძრავი. ბატარეები ჩავალაგეთ 44 კილოვატი, რომელიც 370 კილომეტრზე დაიმუხტება, გამოვლობა არის საშუალოდ 370. ცხენის ძალები ქარხნულს ჰქონდა 134 და გავზარდეთ 228 ცხენის ძალამდე. ასევე გავუკეთა პატარა რესტავრირება. დაახლოებით 1 წლის წინ დაიბადა ესილია და განხორციელებაში დაგვჭირდა 6-7 თვე, მაგრამ პროექტმა წარმატებით ჩაიარა, გამოგვივიდა, დაიტესტა, ძალიან კარგი გამოვიდა და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ნებისმიერი პროექტი შემდეგში განვახორციელოთ ესეთი პროექტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არაერთი საერთაშორისო ბრენდი. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო MG Motors-ის ელექტრო-როდსტერმა, MG Cybersterმა. მოდელი გამორჩეულია თავისი დიზაინით, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა და სპორტული ხასიათით, რის გამოც ის გამოფენის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად იქცა. EV Expo-ზე ელექტროავტომობილების გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილი MG3 მოდელით, ეს იყო MG4, MG S5 და MG Cyberster-ი, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა, ასე თქვა და ძალიან დიდი დაინტერესება. შედეგმაც არ დააყონა და კონკრეტულად ეს მოდელი უკვე გაიყიდა. რაც შეეხება თვითონ გამოფენას, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ელექტროავტომობილების წასახალისებლად, როგორც მათი მოხმარების კუთხით, ასევე პოპულარიზაციის მხრივ და MG-ც აუცილებლად სამომავლოდ მიიღებს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო კომპანია Emotions-ი, რომელმაც დამთვალიერებლებს პრემიუმ კლასის ელექტროავტომობილების ბრენდის ავატრის მოდელები წარუდგინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ ავატრის თანამედროვე დიზაინს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და იმ ინოვაციებს, რომლებიც ბრენდს ელექტროავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს. EV Expo 26-ზე ძალიან კარგი საშუალება მოგვეცა ჩვენ, რომ ხალხს გავსაუბრებოდით, გაგვეგო რა სჭირდებათ, რას ისურვებდნენ მომავალ წელს და ასე შემდეგ. ჩვენი ეხლანდელი მომხმარებლები შევხვდენ და საკმაოდ კმაყოფილები არიან და ძალიან კარგი ფიდბექი მოდის მათგან და ჩვენი მომავალი მომხმარებლები უკვე გავიცანით, სხვათა შორის უკვე 10 მანქანა გავყიდეთ, ვითანამშრომლებთ ასევე მომავალშიც EV Expo-სთან და შევხვდებით ჩვენთან შოურუმში. საკუთარი სტენდი ასევე ჰქონდა Xpeng Georgiaსაც, რომელმაც სტუმრებს ბრენდის უახლესი ელექტროავტომობილები წარუდგინა. კომპანიის წარმომადგენლებმა დამთვალიერებლებს ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლები, უსაფრთხოების სისტემები და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააცნეს. Xpeng-ს გააჩნია AI ასისტენტი, რომელიც შენს ჯანმრთელობას ლაივ რეჟიმში ამოწმებს. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, თუ ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ გული წაგევიდა ან დაგეძინა ან ასე შემდგომ, მანქანა გაძლევს გაფრთხილებას ვიბრაციის სახით, ზოგადი ხმოვანის სახით და ასევე თუ ვერ მოგიყვანა გონზე, თვითონვე რეკავს 112-ში და ასევე ეძებს თავისუფალ საპარკინგე ზოლს. ჩემი აზრით მარტო ეგ ფუნქცია რომ აქვს მანქანას ქარხნიდანვე, თან კომპუტაციას გარგააჩნია ყველა მანქანას მოყვება, ყველა კომპუტაციას ეს ფუნქცია.
ძალიან დასაფასებელია და გონი მარტო მაგ ხრიდან უნდა მიიღო ნდობა. EVEXPO 2026-ის ორგანიზატორების განცხადებით, ელექტრომობილების მიმართ ინტერესი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, რასაც როგორც გაყიდვების მაჩვენებლები, ასევე საზოგადოების ჩართულობაც ადასტურებს. გამოფენა უკვე იქცა პლატფორმად, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ავტომობილების მწარმოებლები, დილერები, ტექნოლოგიური კომპანიები და ელექტრომობილებით დაინტერესებული ადამიანები. EVEXPO არის EdGeeks-ისა და EVNews-ის მიერ შექმნილი გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც ელექტრომობილები, ასევე დამტენები და ასევე მზის მწვანე სისტემები. უკვე მეორედ ვატარებთ ამ გამოფენას, ყოველწელს მასშტაბი რა თქმა უნდა უფრო მეტად იზრდება. ღონისძიებაზე წარმოდგენილია 15-მდე კომპანია და 4 სპონსორი. ვფიქრობთ, რომ ქალაქის ეკოლოგიისთვის, ქვეყნის ეკოლოგიისთვის არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აკეთდება და მე ვფიქრობ, რომ აქ არის ყველაზე მეტად ვახსენე რამდენჯერმე საგანმანათლებლო ნაწილი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მოდიან ადამიანები, იცნობენ ამ ტექნოლოგიას და ხვდებიან, რომ ამ ტექნოლოგიით შესაძლებელი არის გაცილებით უფრო ეკონომიურად, გაცილებით უფრო მწვანე ქვეყანაში ცხოვრება. გამოფენის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ელექტრომობილის სპეციალურად მოწყობილ ტესტ-დრაივზე გამოეცადათ. ტესტ-დრაივის ზონამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრაქტიკაში შეეფასებინათ ელექტროავტომობილების დინამიკა, მართვის კომფორტი და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები. EVEXPO 2026-ის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა. გამოფენის გენერალური სპონსორი იყო კრედო ბანკი, რომელმაც ელექტროავტომობილების შეძენით დაინტერესებულ პირებს სპეციალური ფინანსური შესაძლებლობები და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები გააცნო. ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყვნენ ასევე ალდაგი, ვისოლი და თბილისის მერია, რომლებიც თანამედროვე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და მდგრადი მობილობის განვითარებას უწყობენ ხელს. კრედო ბანკისათვის მნიშვნელოვანია ელექტროავტომობილების ბაზრისა და თანამედროვე ავტოსატრანსპორტო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ვართ აღნიშნული ღონისძიების მთავარი სპონსორი. ჩვენი მიზანია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა იყოს არამხოლოდ სასურველი, არამედ ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებაც. მომხმარებლებს ელექტროავტომობილების შესაძენად ვთავაზობთ ავტოსესხ სპეციალური პირობებით. ამასთან მათ საშუალება აქვთ ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში შეარჩიონ სასურველი ელექტროავტომობილი და ისარგებლონ ბანკის სპეციალური შეთავაზებით. EVEXPO ელექტრომობილების მასშტაბური გამოფენაა და მოხარული ვართ, რომ საქართველოში უფრო და უფრო მკვიდრდება ელექტროტრანსპორტის მოხმარების გამოცდილება. მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ელექტროავტომობილების დაზღვევა სურთ, ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და ალდაგის ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს ამ მიმართულებით განვითარებას. EVEXPO 2026-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ელექტრომობილების ინდუსტრია აქტიურად ვითარდება და საზოგადოების ინტერესი ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 2 დღის განმავლობაში გამოფენა იქცა სივრცეც, სადაც ინოვაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და მომავლის ტრანსპორტი ერთიანდება, ხოლო ელექტრომობილობა სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული ხდება ქართველი მომხმარებლებისთვის. დღეს ჩვენი განაცემის სტუმარია ოდნავ განსხვავებული რეგალიით ლუკა ნაჭყებია ავტომოყვარული. ერთი თქვა მოდი საჭმელს ლაპარაკს არ ვართ რა დღეს. არა, მაგრამ შედარება მოგიწევს. რა პატარა შედარებები გავაკეთე. მე აგერ გიორგისგან გიცნობ ახლოდან, ეხლა პირველად გაგიცანი, როგორც ძალიან მაგარი ავტომოყვარული ხარ, ძალიან მაგრად გიყვარს მანქანები და ხალხსაც რო გავასწროთ რა ავტომობილები ყავს. ნუ მე ხა ძირითადად ეს მანიაკალური რაღაც ბავშვი რომ ეს აუდიზე ჩაჭერა და მყავს 1994 წლის S6 მყავს 90 წლის ვერვა 4 მყავს და 2020 წლის all-road მყავს. ოჰო. მაგრამ ნუ ეს ისე რაღაცა ნუ ხა არც ერთი არ არის არც მაინდამაინც სპორტული მანქანა რაღაც, მაგრამ 90 წლის ვერვა 4 იმიტომ მყავს რომ DTM-ის მოგების წლები იყო და მაგ ძრავმა და მაგ ყუზავ DTM-ში 400 ექსტრა კილოთი მოუგო ყველას აბსოლუტურად მარტო იმიტომ 4 იყო. და ეს მათ შორის იმ მანქანებს აი გაფეტიშებულები რო არის Mercedes Evolution-ები და M3-ები და ასე შემდეგ იგენი. და და პარალელურად კიდე რა ქვია ეს ვერვა აუდის ყოველთვის უცნაურია როცა 5 ცილინდრიანი ძრავი არსებობს, ამიტომ თვლი რომ ყოველთვის უნდა 5 ცილინდრიანი ტურბოძრავიანი აუდის უნდა მყოვოდა და მაგიტო ეს 6-იც, მაგიტო 2.2 ტურბო. აი როგორი შესაძანახია ახლა ეს აუდები დღესდღეობით მაგაზე რომ ვისაუბროთ. ძველი ავტომობილები. აი ერთ მაგარ უცხო რაღაცა წუთ რა ეს რა ქვია Porsche ცილინდრის Porsche როგორ რა ქართულად არ ვიცი. დგუში. ცილინდრის დგუში. რა ქვია
არაფერს არ მიგიოდა აბსოლუტურად ჩემი რო ვიყავ დროზე და ბოლოს ერთ-ერთი მანქანის წავიდა. ზომაზე მის დაემთხვა და ყველაფერი იყო Lamborghini Gallardos. და დუბაიდან მაქვს ჩამოტანილი 6 წელი Lamborghini Gallardos გუში, რაც მიზარი იყო ზომაზე, იმიტომ რომ საკუთარი ქარხნული აუდიტაციის საიტზე რა სამდგომარეობაში ღირდა 4-ჯერ უფრო ძვირი ვიდრე Lamborghini-ის. ანუ Lamborghini-ს უფრო იაფი ღირს? ერთ და იგივეა. ერთ და იგივეა და იაფი ღირს. Lamborghini ამ შემთხვევაში კი იმიტომ რომ ის რო ძველია. მე ესე დაჯდნენ ეს გერმანელები ესე მარკეტინგში დროა და იგივე რა მოდი რაში გავპარსოთ. ენთუზიაზმში თუ მე Lamborghini-ის გამანდას პარსოთ იმიტომ და ამას თუ უნდა ესე იგი 90.000 თუ აკეთებს და დაჭირდა ესე იგი მაგარი გასაპარსია. ეგეთი რაღაც ეგეთი სიტუაცია იყო და ბოლოს მაგითო ხო რაღაც ეგრე იყო რა $450 ევრო ღირდა ერთი ცალი და დუბაიში გავაძრე მე ახმარი მაგრამ ცოცხალმდგომარეობაში Lamborghini-ში 130-ად რა თუ რაღაცა თვითონ რა აი აუდიზე არის ხოლმე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ავტომოყვარული იკავებს ხოლმე შეძენისგან თავს რომ თავი პრობლემურია იქ ელექტროობა იქ რაღაცა ერთხელ თუ აურია ვერ გაასწორებ ასე შემდეგ აი შენ შემთხვევაში როგორი პრაქტიკა არის ეს ყველაფერი იცი რომ მე იმის გასაუბრებთ ცხოვრებაში ყოველი ალბათ მე 7 აუდი მყოლია მაინც ჯამში მქონია შემთხვევები რომ აი მე უფრო ბრალფრას რომ იმიტომ რომ აუდი გვიან შემოვიდა საქართველოში ზოგადად ეს ძველი ტრადიციის მქონე მექანიკოსებმა არ იციან აუდის და მოპყრობას საერთოდ რა ძალიან ცუდ ადამიანი ეხლა ძალიან ცუდ ადამიანი თბილისში ვინც აუდი იცის ერთი ჩვენი საერთო მეგობარი არის ანუ დავით დეუღლი ვარ ვახსენოთ არ შეიძლება ანუ აბსოლუტური გურუ არის საერთოდ კლასიკ მანქანებშიც და აუდებშიც ანუ მასტერია და დავითის მანქანას გადაღებული ხო ანუ როგორ არის იცი რა როგორ არსებობდეს დავითი მგონი აუდი არავის საერთოდ საქართველოში შეგიძლია დაივიწყო მამამისის და მაგის ძმაც მოგეთ თელი კოლექტივი ოჯახი მაგრამ მეორე მხრივ ის არის რომ ბოთ აი ბოლო ორ მანქანაზე ერთი წესი მქონდა რა ახლები რაც ვიყიდე რომ არავითარ შემთხვევაში არ დავასრულებო არც ცენტრის გარდა არ ჩავაცხო არაფერი ცენტრის გარდა თუ ანუ პარტნერი თუ არ აქვს აუდის არ ვასხავ შეგნით მათ შორის მანქანიზეთი ანტიფრიზი ყველაფერი აბსოლუტურად ეხლა 130 კილომეტრი მომატარა ეს მანქანა მაგ მოვლილი 4-ჯერ მაგ ევროტრიპი გაკეთებული ამ მანქანით რა თელი ევროპა მოვლილი ერთხელ არა უნთი არაფერი აბსოლუტურად ერთხელ პრობლემა არ გაჩენია იმის გათვალისწინებით რომ სვანეთში თოლში რაღაცა მის რეალის დროს რაღაცა და მიმილეწავს ადგილები რაღაცა მანქანეს და ანუ მე ისეთი ვარ არ ვფრთხოდები მანქანებს სადაც თუ მყავს ის ორიც წავს ძველები რა იმათაც ანუ ის გარაჟში მეყნეს და პრიალები არ არის ჩემნია რომ ანუ გაფუჭრეს გავაკეთო ეს რა გავაფუჭო სიამოვნებას იღებ ხო რა იგი მინდა ხო იმის ყავს რომ ეხა თუ რა თქმა უნდა 2 ტურბო თუ ტურბინას სულ არ ბატრიალე და რა ქვია თუ არ ვიგძენი რაღაც კვატრო როგორ მუშაობს ესე თქვა რა მე ახლა ტორსელის დიფერენციას თავის кайფები აქვს, ვისაც 4-4-ზე ევასება, 4-ზე 2 ანუ 4-ვის ევასება, მაგას მიხვდება რა და ანუ აი თუ სწორედული და თუ ისეული როგორც გონებიან თვითონ ქარხანაში, პრობლემა მანქანაზე არ მქონია არასდროს. მქონია მაშინ, როცა აი მოდი იაპონური ზეთი ჩავასხათ და არა მაგალ კასტროლი. აი მაგაზე მქონია პრობლემა. მქონია იმაზე, რომ რაღაცაზე დამიზოჟოშკას მქონია რაღაც, რომ აი არა ისაც მაინდა-მაინც მაგას ჭირდა. აი ეგეთ რაღაცებს, მაგრამ როგორც ყველაფერს აკეთებს სწორედ მე პრობლემა არ შემქონია არც ერთ არასდროს რა. ან თუ მოვილი დანო შენ შეგიძლია ყავდეს ის Citroen-ი აი ღვედი როძრა ის ზეთში. არა მაგას არასდროს არ ვიყიდი. არა მაგას არასდროს არ ვიყიდი. ორე ფრანგებს უმეტესობა დიზაინები გაკეთებული აქვს ერთი რვაჭიქა ღვინის მერე და რა ქვია სიგარეტის და თან მოსაყვარელი მუხლებზე როძრები და ამიტომ რა ქვია ანუ მაგ სიტუაციაში ხო რაღაც ცოტა გაკრა მე მგონი მაგრამ მოხდა იცი ზეთში რატო იყო იცი რომ შემთხვევით ნახაზზე ღვინო დაესხარა და ვიღაცა მგონი რომ აი საბა ზეთი არისო და მოდი ჩავდოთ ეს ღვედი კიდევ კაც კრუასანზე დაეყარა ზეთი ნაფოტებიანი ზეთში ფუზუჩკები იქნება რაღაცა სხვა გამოვიდოდა მე ლუკა პირველი ავტომობილი რა იყო შენ სუპატარაობაში ჩემ პირველ მანქანა Nissan Micra აუ დროველიც 90 მლიანი 14-15-იანი რაღაცა აუ ძალიან საყვარელია მინი კუპერს როგორ პატარა კუბიკი რა ყო მე კეიქარის ვიძე იყო მაშინ მაგრამ ნუ არა კეიქარი იყო რა პატარა მანქანებთან როგორ ხარ მოგწონს არა მე კი მომწონს ზოგადად მაგრამ უბრალოდ სამწუხაროდ გაბარიტები არ მეწონს მე ხალხს თორე მაქსიმალურად უფრო პატარა მანქანას ჩავეტანო ხოლმე რა არ მოყვარს მანქანები მე ვიზახ ხოლმე ისეთი ავტომობილები მიყვარს რაც მიჭერს ხო ანუ აბსოლუტურად დიდი კომფორტი ჯიპები წოყოლია ხო ტუარეგი წოყოლია და რაღაცა და ანუ ისეთი რაღაცა რომ კაია ეს კომფორტი ძალიან კაია მაგრამ ანუ არ მიყვარს ეს გაბარიტები მანქანისა მინდა რომ აი
ვიცი ხარა კეცვას მანქანა უნდა რა აი მაგაზე ზორ და მე ეს მეღადავება ხოლმე ეს პატარა მანქანებს რო ყიდულობ რა არის რა უბედურება არის რამე სოეუბნები ხოლმე რომ რამე აუდი შენ ხოთხელი მანქანები ყავს შენ ანუ მე სულ ჰონდები მყავს ხო და მაგას ამბობ ხო რა ვიცი რატო აქვს პრობლემა მე დაბალი ვარ შენზე უფრო გამხდარი ვარ რაღაცა და ვედავი ამ პატარა მანქანას არ გვინდა ხეს რაღაცა ეს შებრუნებული ავტოსპორტი ეს შებრუნებული ის არის რა ქვია რა დააკვირდე რა ხო არის ხო რაღაცებში მაღალი და ესე მანქანებში და მაშინ მე და იჩაგრებით ცოტა მოსულები ყველანი მარცხნაზე ერთ სპორტკარში ვერ ჯდები ძალები სპორტკარში ვერ ჯდები პატარა მანქანებში ვერ ჯდები ამძიმებ ყველაფერს მე მანქანა ვერ არტინგზე ვერ დადის არტინგზე მეგობრებს როგორ მე დავდივარ მაშინ ხო ბალანს ვდებ ხოლმე ბალანსის გარეშე ხოლმე 2 წამით ნელი ვარ ხოლმე ბალანს თუ 3 წამით სწრაფი ვარ ხოლმე ანუ ეს რა უთხარი ახლა დამიდებს ხოლმე რაღაცას მე ხრიგზასთან განტვირთვის კამერები რო ხო ისინი მისი რა სამხედრო ეგა და მან შინჩალაგებული კინები იცი მაგა ბაზიანზე რო რაღაცა ცოტა ისეთი ვარ ხოლმე სერიოზული ხოლმე მეგრე შემოდი ხოლმე სულ ხოლმე არა რა თუ ხოთობე არა ისეთია სპეციალურად ისეთი რომ არ ნიშნის ხას მოძრაობაში ხტები მაგითო სამხედროს ეხლა სადაც სამხედროს გიწევს რომ იბინო და რაღაც ეგეთი იმაში ეგეთ და ტყიების მაგა ჩალაგებული კინები და უკან პანელები და რაღაცა რა კაი იდეა მადლობა ესე იგი აწი თანაბარ პირობებში შევეჯიბრები აა ბევრი თაგინი 20-25 კილო საკმარისია რომ დავუმატო რა აჰა ლუკა მოტოციკლეტებზეც ვისაუბროთ იმიტომ რომ მე ვიცი რომ ყავს საკმაოდ ხშირად გადაადგილდები ხოლმე ანუ აი პრაქტიკის ამბავია იდეალური რაღაცაა თბილისისთვის როგორი არის ანუ იცი მე სულ მაგას ვძახი რა რომ რაციონალური მიზეზი რატომაც მოტოციკლეტი იმის არის ხა არის ხალხი რა თქმა უნდა ვისაც აქვს შესაძლებელი მის რასაც უნდა ისყავდეს ну რა ქვია ჩემ დასამწუხაროდ მე კატეგორიაში არ გავდივარ ჯერ იმედი მაქვს გადადესმე გავალ მაგრამ იმის კამეჯა რომ რა ქვია აი ის სიამონება რაც შეუძლია მოგანიჭოს 200,000 მანქანამ შეუძლია მოგანიჭოს $800 ბაიკმაც ხო მით გმენია რა ანუ აი ეს აუთენტური ძრავთან ახლოს ყოფნა კოლობთან ახლოს ყოფნა ხმა გარემო ჰაერი და მე ისეთი ნიუანსები აქვს რაღაც ბაიქს გარდა იმისა რომ ქალაქში პრაქტიკულია ძალიან და ანუ უბრალოდ დღეში მინიმუმ 2 საათს ზოგავ ანუ მოძრაობაში რა თუ 2-3 ლოკაციაზე გიწევს წასვლა რა 3 საათი დაზოგილია გარანტირებულად რა ანუ საცობი შემთხვევაში არ არსებობს არაფერი ყველას ფეხზე კიდი ხარ პატრულიანი არა პატრული თუ გაზავ თქმა უნდა დღეს მაგრამ კიდევ კაი საქართველოში მობიერებიან და ფილტრაციასაც ქვია ხო იცი რომ ხაზებს შორის გასვლაზე არავინ არ ფსაგეონება რა და მადლობა საპატრონო სამსახურს მაგაში მაინც რომ მან დარვიჩაგრებით ესე ვთქვა და თან მეორე მხარე ის აქ რაც რომ აი ბუნებაში რომ გადიხარ ეს მაგასონები ხალხს ხომ ასევე რა რომ ანუ მანქანაში რომ ზიხარ ვერ გზნობ სად ხარ საერთოდ რა აი ბაიკით რომ მიდიხარ ხო 500 მეტრში სუნი იცლება 5 ჯერ რეგმენტია რა იქ რაღაცა ტონსინოტივე ქარი დაგიბეროს ხონად ხმა გესმის მე რაღაც სიმღერა ჩაერთვება და სიმღერის დრამის რითმი ძრავს ემთხოვა ხტები და აი რაღაცები ეგეთი რაღაცები წუმანები რაც აი ისეთ რომანტიკულ შეგრძნებას ქმნის ხომ რომ ელემენტარულად ტემპერატურის ცვალებადობა ხომ ზერო განათებს ხომ მანქანაში ზისგან ყოველთვის ტუნინგი ბურღება ხომ ბაიკიდან შეგიძლია რომ გამოდიხარ მზეში ხომე ზერო მოგანათებს აი გონია რომ ანუ აი რაღაც 64-ში ხარ რა ზერო ჩადის ეგეთ თვალებში კი განათებს ბაიკზე ზერო ჩადის გონია შენი თავი იმაში ხარ რა ქვია რაღაცა 60-იანების ამერიკულ ფილმში ხარ რა ანუ ამიტომ მაქსიმუმს ხა ვისაც გაცდილი არა ბოთ ვერ გადასცემ ესე რა ურა მაგრა დაახასიათა მე სხვა ფილოსოფიურად ახსნა მოკლედ ლუკამ ყველაფერი რომ მქონდეს მაგალითად რაღაც რა ვიცი აი 66-იანი ტაიპის ფასირების ფული რომ მქონდეს მაგალითად კაბრიოლეტის მაგალითად რა შეიძლება მაგითაც ეგრევე ვიკაიფო რაღაცა ან რაღაცა რამე ანალოგი მანქანებს თუმცა კაი კლასიკის რაღაც რა ტარგასი 82-იანი პორშესი ან რაღაცა ან რაღაც ეგეთი ფული მაგრამ არ არის ეგენი ასობით ათასი ეგრეს ამიტომ ბაიკი ეხლა აქ ხარ და არ შეგვიძლია რომ არ შევეხოთ ჭამის თემას ავტომობილები ვისაც გვიყვარს ყველას გვიყვარს ჭამა ავტომობილებს ჭამა და ენერგეტიკული სასმელი ისე უხდება როგორც არაფერი ესე ვიტყოდი ჯერ ერთ რაღაცას კითხავთ ჩემი პირადი ინტერესი არის შაურმა რამდენი ჯანსაღი არის კაი შაურმა ძალიან ჯანსაღია გავაგზავნით კი ბატონო ეს ჩემი მეუღლის გასაგონად არა ეს ყველა ჩემი მეუღლის გასაგონად ეს არის რაღაცების გამართლება უნდა კარგი შაურმა სახში გაკეთებული ან ესეთი ცოტა ისეთი სადაც არ ძალიან ბევრი ხორცია აი ეს ეგეთი შაურმები რო ხომ ეგეთი ამთარი არ არის ეგ შაურმები არ არის ჯამთერი გამისორ საათზე და პირველ საათზე მაიონეზი და კეჩუპი მოვაკელით შალატ ჭამე ხმე უსვოსოთ მეტი ბოსტნეულით და უკეთესი არის კაიგე ეხა მაიონეზი და კეჩუპი აქვს თელი გემოდეთ არა ეგ არის მაგიტო ეგ არის კაი შაურმა არის ის უმეტ შალზე გემრიელი არის და თუ კეჩუპი და მაიონეზის გემო ჭამე მაშინ რა ვიცი ამოვალე კარტოფილი კეჩუპში და ის ჭამე ხმე რა დგინა შაურმის ჭამე არა ეგეც კაია ფრიზე ჩუთარი კაი
ეს ხოვნობით მოდი შევადაროთ ავტომობილები საჭმელებს. ჩემთვის რასთან ასოცირდება რა? პირველი არის გახმაურებული რაც იყო Ferrari-ის ახალი მოდელი Luce, რა საჭმელს შეადარებთ? აუ, ჩემთვის Apple-ის დიზაინერს მანქანაში ჩარე უკვე მანდ ამორჩენილი ყველაფერი რა. ანუ უკვე ეგრეთ გაჟღერდა, ვიცოდი რომ აი მაგ მიმართულებით Ferrari აღარ, მაგრამ სხვადასხვა Ferrari-ის სხვა დიზაინები ძალიან მოწონს ბოლო დროა. ბევრს კი არ მოწონს ის შავი ცხვირები და რაღაცები, მაგრამ F80 ჩემთვის აქ ანუ თანამედროვე სპორტული, ანუ თანამედროვე ლემანის და თანამედროვე მის ინსპირაციის ელემენტი ტესტაროზის მაგაზეც აგრესიული მგონია რომ Ferrari-ს რაც აყდა რომ იყო სამარეჟო მანქანა იყო ვიზუალურად აბსოლუტურად და მაგითო არც ერთ ტესტზე არაფერს არ აკეთებდნენ და არავის არ მანქანას არ აძლევდნენ რომ არ გამოაშკარებული იყო რომ არ არის სწრაფი საერთოდ რეალობაში და უფრო ლამაზი არის. ეხლა მგონია იქნებიან რომ პრაქტიკულ რაღაცებში, იმიტომ რომ არაფერს დროს არ უსარდებიან ხოლმე Ferrari-ები ხოლმე და რა ვიცი, უცნაური არის რომ ყველა ანახებს ეგ ორი კარგია და ყველა ოკეი იმასთან რომ მესამე ან მეოთხე იყოს ხოლმე ან მეორე ხოლმე, მაგრამ Ferrari მაგასთან კარგი არ არის და ეგ არ მომწონდა და აი მან ფილოსოფიაში მგონია რომ ღირსები არიან რა. აი მე ღირსები არიან, აი Luce არის დაგვირგვინება არის აი ამ რაღაც მარიაჟობის პარტიის რა. რა შეადარებთ ეგეც გითხარი ვარ? Luce-ს? საჭმელი რო იყოს. მანი პაპასაც არ შევაპადა, არ ვიცი. მანი პაპას ნუ დავაკნინებთ ეგრეც. არა, იცი რაღაცა რო ანუ აი, არა, მანი მართალი ხარ. ის ჯანსაღი საჭირო არის ტერისატიკის კარგია მაინც რაღაც ეგეთი. არა, არაფერ მახსენდება. ცუდად მომზადებული რა. ვეგანური ბურგერი. აუ, კი, ნამდვილად ვეგანური ბურგერი. კაი, ეს ხა ჩემ პირადი კითხვა, ახალი Renault რო გამოუშვეს ელექტრო. 5 ტურბო. მე მაგას რა შეაძლევ? ის ჩემთვის 5 ტურბო, ანუ როგორც არის 20 მანქანა რაც 20-ებად შემოყავდეს, 20-ში ყოველთვის იყო ხოლმე რა, ეხლა მართალია დიდი რიცხვი 20, მაგრამ ანუ რალის კლასიკაა. ვიზუალი მომწონდა მაგისი, მოკლე ბაზის მქონე მანქანები მომწონს, იმიტომ რომ სხვანაირი кайფი უტარებას. და ეხლა მეტყვი საკმაოდ გამბედაობა მართალია ელექტროა, მაგრამ გამბედაობა უნდა იმას, რომ ჰიდრაულიკური ბრეიკი კონდეს და ანატომიის სავარძები და აეროდინამიკაზე აქცენტი და 500 ცხენი ამსვლელი ხო? აა ვიცი, მე მომწონს, მე სიმპათიურობა. ეგ მაგაში რომ იდოს შიგნით კარგი რამე გემრიელი ორიანი ტურბოძრავი ესეთი მაღალ აბოროტიანი ესე თქო 11-10000 რუბლებს ეგეთი რა აი მაგარი მანქანა იქნებოდა ძალიან ინსტანტ კლასიკი იქნებოდა სამუდამოდ აი ყურებში რო საოცარი ხმები მოდის ტურბოძრავის ყველაფრის ცოტა რო აი ხო იმის აქ რო გიცხელდება იმიტომ რომ იზოლაცია დაერღვა იმიტომ ფრანგები არის მაგას რო ამოდის ყველა ფრანგები არის აი რა შეადარებდი მაგ ავტომობილს აი იცი რა არის მაგას ეგ არის ყველაფერი კარგად არის ზადა ძრავისა და რაღაც აკლია არ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც პოზიტივს ვიტყვი რა მოდი მე ვიტყოდი ეგრე რომ აი მარტო საქონლის ხინკალი ხდები ანუ აი ღორის გარეშე ხინკალი ხდები რომ მარტო საქონლის ხორცის ანუ გემრიელი ეგეც ობიექტურად კარგი არის მაგრამ რაღაცა ის ღორი უნდა რა და აი და ესე თუ მე მომწონს ეგეთი მანქანები სუბიექტ ანუ მოდ ელექტრო არა ნახე ელექტროზე რა ის ანუ მე ნელა ვეგუები მაგ ელექტროს ამბავს აქვნა რა ის მინდა რომ კი მინდა ჰიბრიდები და შიდაწვის ძრავა იყოს სულ ჰიბრიდებთან ოკეი ვარ და შიდაწვის არ მინდა სულ მაგრამ ანუ რაღაც ტაბზე ნუ ჩემი აზრით ეგ ავტომობილები აი სრული მნიშვნელობით საკოლექციო თემაში წავა რა არა ხო ბუნებრივია მაგრამ გასართობიც არის ორი აზრი არის ძალიან ძვირია იმისთვის რომ არ იყოს მართლა გასართობი იყოს ძალიან ძვირი გასართობი შეიძლება იყოს GR86 გასართობი შეიძლება იყოს ძალიან მაგარი და პირდაპირ თელი ცხოვრება იაპონური მანქანები ის ჩემთვის არ იყო რა მე ვიყავი თელი ცხოვრება გერმანული მანქანები ვიყავი Porsche ანუ ვაგის ჯგუფი იყო თელი ბოლო Toyota-ს არა ბრავო რა კი Toyota-ს ბრავო ეხლა იმას უშვებენ კიდე რა ქვია Emerors ახალს დაღომაკ იმიტომ რომ არაც მაგათმა მანქანაზე GR კოლავათი რომ დაიწეს იმითი რომ დაიწეს არისით მიყვნენ აი ერთი მეორეზე ბენგერები GT იყო რა ვიცი GT რა ვამაზი მანქანა არა ეს არის კაცო ეხლა და ანუ რაღაც ასწავლია ამიტომ აგეთ სუპრა რა პირველად და წელსაც ლემანი ახლა გუშინ წინ მორჩა და ანუ აი დაწყე პირველად იყო მეთქი რომ დავაი Toyota ღირსები ხართ და მიდი მიაწაკით რა იმიტომ რომ ანუ ჯერ Ferrari-ის მოსაგების ავტოსპორტი არ გაიშვას და მეორეს ერთი რა ქვია ნუ ის იყო რა მაგრამ ელექტროებს შევეხეთ Tesla-ს რა შეადარებთ Tesla ასეთი იმდენ Tesla-ს მოყვარულია ვიცი ვიღაცა კომენტარებში მაგარ გინებას გავს Tesla ნუ არასდროს შემდგომ მანქანა არ იქნება რა და როგორც აი რა არის ეს საჭმელი რა ჩემთვის რა ვიცი ეს კეილი. აი კეილი არის ეგეთი ტრენდული სალათი არის რა, აი კალიფორნიაში და მეებში ვიყავთ ხოლმე, ეს არის როგორ იყო, ისე რომ ყველაფერი ხო ძვირდება რა, ამ ღაროში და
ანუ რაღაცა ვაკეთეთ, ჩვენელ კომპოსტორը გაძვირდა რაღაც ეგეთი ისე და ანუ ახალი ნიშა ხომ პორით ფულს გააკეთებ რა. და ეს ქერი იყო რაღაც ბანძი ფოთოლი იყო, რომელსაც დაადეს ძალიან მაღალი ფასი და ყიდიან მაგრა ძალიან და სეგმენტია და აი ჩემთვის ახლა ტესლა რაღაც ეგეთი რომ აი ჯანსაღია, კელიო იძახი, კარგი რაღაც არაფერი და ოდნავ ჯანსაღი. აი მე ტესლა ჩემთვის არის ალბათ რა იყო აი 100 მანქანიდან ბოლოში. ანუ დაჩია მირჩევნია ტესლას. Honda Civic Type-ი. Honda Civic Type-ი. ატექსაცე მე არის ვერაფერს ვიტყვი ხა როგორ შეიძლება მანქანა რომელიც წინა ხიდით ესე ეგეთ რაღაცებს შემოდეს და ეგეთი კაი მძღოლის მანქანა იყოს მართალია მე Honda Civic-ი ზოგადად არ მიყვარს მაგრამ ანუ ენთუზიასტის მანქანა არის ვერ ვეხებით და იყოს მოდი ვთქვათ ძალიან კარგი მოდი ისე რა მაგარი გაკეთებული ომლეტი არის იმიტომ რომ აი ფუნდამენტალი არის მანქანის რა ეცი არის ანუ ომლეტზე არ უცნაობს საბოლოო მანქანა არის რა არის ხო იცი რა Civic Type-საც რო იყიდი ეგ საბოლოო მანქანა შემთხვევაში არ იქნება მე სხვაზე იწყებ უცნაობას მაგრამ ეგ არის რომ აი ყველაფერაც მნიშვნელოვანი არის მანქანისთვის მაგრამ აკეთებს ძალიან კაი Porsche 911 GT3 RS და კონკრეტულად GT3 RS-ი ეგეთი რაღაცა არის ახლა ცოტა ჩაჭერა არის კი აი ეს baby bakery ნეკნები რო არის ხო იცი 8 საათი რო უნდა ბოლო მე 6 საათი რო უნდა აცხო ის ფოსი სწორედ უნდა გააკეთო რაღაცა ძალიან ვერ ყვეტობას რომ მოგიხსოვს მაგრამ მე ყველაზე კარგი არის რა ეგრე მგონია რომ GT3 RS-ით მანქანა რო თუ სულად შეისწავლი მიედობი რაღაც ეგეთი დადებ 7 წუთიან დროებს მაშინ რა ქვია ნიბურგრინგზე მაგრამ თუ არა იყოლა უბრალოდ კაი ლამაზ დეკორაცია რა იული ქალაქში რა ნეკრი მაინც კარგია რა ახლა კაი შედარებაში ვერ არის მაგ საქართველოში ყველაზე ისეთ საყვარელ ბრენდზე E36 კაი 36 ანუ ყურე 36 ყველას უყვარს ხა ის და უნდა თქვა რომ კარგია რა შეადარებ არა მე არა მოდი BMW-ს თავში შევეკებთ რომ ესე რაღაცა ახლა შენ მკითხე რომ დაახმით რომ არ გასაგები იყოს ახლა ანუ შეიძლება BMW-თვის Mercedes-ი არის ის ისა რეალობაში BMW არავის არაფერი ავტოსპორტში მაგიტომ მაგრამ ნიშნობა არ აქვს იმიტომ რომ კი BMW-ზე ყველა გიждდება რაღაცა იქ მაგრამ ავტოსპორტში BMW-ს ფასი ბოლო 1-2 წლის გარდა და ისიც DTM-ში მარტო მაგრამ ну ხო ისე ორ რეალი ბარსელონას ამბავივით და ახლობით რა იმედია რა ოღონდ სამწუხაროდ BMW-ს პრობლემა არიციან ავტოსპორტში BMW არ არის რეალი ბარსელონა და არის Audi და Mercedes-ი რეალი ბარსელონა სამწუხაროდ არიციან BMW-ს პრობლემა იგი მაგრამ არა უშავს 1-2 მოგებულია აქ BMW-ს ალაგალაგ რაღაცები ჩაუთვალოთ მაგრამ რა ქვია აი ვერ ვიტყვი რომ მაგალითად ანუ როგორც რეალის გულშემატკივარი უჭირს კარგი თქმა ბარსელონაზე და როგორც ბარსელონას გულშემატკივარი ეგეთ აი BMW არის აბსოლუტურად სხვადასხვა ფილოსოფია რა ჩემთვის ანუ მე Audi რო გიყვარს არის ანტითეზისი არის აბსოლუტურად იმისაც BMW არის ხტები და როგორ შეგვიძლია ამე კაი პოზიტიური თქვა რა ან მართლა სულიად ანუ ხო რა შენ ანუ Mercedes-ი უფრო მოგწონს ვიდრე BMW Mercedes-ი უფრო მომწონს რა თქმა უნდა და რეალის გულშემატკივარი ხარ არა Bayernis. Bayernis, კაი, მე Barcelona-ს. Alfa Romeo-ზე რა სიტყვი, აი Alfa იყო ჩემთვის აღმოჩენა რა. Alfa უნდა ყველას უნდა ყავდეს ერთი Alfa ცხოვრებაში ეგრე მგონია რა. ახლებზე რა აზრის ხარ? მე ვიცი, ჩემ მეგობარს ყავს ისა რა ქვია, სტელვი რაშუაში. ჯულია, ხო. ჯულია ყავს და სასიამოვნო მანქანაა ძალიან რა. იცი, ძველი Alfa-ები რა თქმა უნდა ყველა ნუ აი Alfa ნებისმიერი Alfa აიღე და ანუ თითქმის ყველა Alfa კლასიკად შეგვიძლია ჩათვალო რო არის რა. ჯერ მარტო ანუ 150 ძრავები, ანუ ძრავების დიზაინი რო აიღო რა ვიყო. ახლა აი Alfa-ს თვითონ ბრენდს რა შეადარებთ? Alfa არის აი როგორც ზაბიგალოკაში რო ძალიან მაგარი საჭმელს აკეთებს ვიღაცა, მაგრამ შემოგწამოს ხო იცი? მე და შენ უჭამთი შოურმა. აი ტოპ საჭმელი რო არა, მაგრამ ძალიან საჭმელი რო არის ცხენია. აი ძალიან სწორი შედარება არის ძალიან. აი გარი Alfa რა რო გინდა მაგარია რა. მან ნამჭამ მაგრა ასწრებს, მაგრამ მე თუ ახლებზე არ ვიცი, თუ გაფუჭდა. ახლებზე როგორც ძალიან პრობლემა. ხო, ალბათ პრობლემა იქნება, ხო, იმიტომ რომ ხაჩორს სტელვიო ატარე და აი იმდენად მომეწონა და იმდენად კარგი მანქანა. კი, ბევრი რაღაცა აქვს გათვალისწინებული. უბრალოდ აი სერვისის კუთხით ცოტა სტრანი. იციან საქართველოში მაგას. მე რაც მოკითხული მაგ და რაღაცა მაგაზე პრობლემა არ არისო რა. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა, ბარემ დავაგვირგვინოთ Renault-ი. ოღონდ რომელი Renault-ი? Renault Megane Trophy არის. ანუ აი ჩემ ასე მგონია რა თვითონ უზესტი თუ ხარ Renault-ს ეგ კატეგორია მანქანების Megane-ები, Clio სპორტები ისინი უნდა მოგწონდეს ეგრე მგონია რა. ანუ მესმის რომ რაღაც სემპოსტა შეება ვიღაც, მაგრამ
ყველა ძალიან კაი მანქანა არის. მე მყავს Clio RS Trophy. ხო, ანუ მაგის თამიჯა რომ ანუ limited edition-ი დაამატე ბოლოში. ეგ როგორი რაღაცა ხოლმე, იცი? სადმე ხო მივდივართ ხოლმე. მაგით იწყებს გავაჯერე მე. მაგით იწყებს ხოლმე. Renault Clio Trophy RS და ბოლოში limited edition. არა, აბსოლუტურად ანუ ძალიან სერიოზულია. მე ანუ მე იცი ანუ ისევ რა Renault-სადმი, იმიტომ რომ ეგეთი დიდი მანქანა იყო ყოველ ავტოსპორტში. მე ჩემთვის არის მეტრი არის ავტოსპორტია ყოველ ისე ვთქვათ რა. ანუ მაგიტო არის რომ ისევ საფრთხოდ BMW-ზე ვერ ვარ, მე წაგიჟებული, აბათ BMW-ს მოგებები რომ მენახავდეს მე სადმე მაინც ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვიტყოდი რომ მაგარია. არ მინახავს რა სიზამ. ლუკა, მადლობა ძალიან. კიდე გითხრა მადლობა, მანქანების ლაპარაკია სემინო ყოველ ხომერა. ფისთვის წარმატებებს გისურვებთ, შენი ოცნების მანქანები შეგეძინოს. მადლობა, ასე მეგობრებო. ჩვენ გადაგვიღოს მე. არა კაცო, რა თქვენ საკუთარი მანქანები გადაგიღოთ თუ შეიძლება. ოღონდ ძალიან გთხოვ მეოცები მიატანო იქნება მაგ ძალიან მაგარი მანქანა მიატა, ყველა ძალიან პატივს ვცემ მოგწოს. რო არა, მიატა კიოლიქსეგი არის არსებობ. არა, ბაზარი არ არის. ხო. ამიტომ რა ქვია. და ისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრად. მადლობა.